მოგესალმებით ვიბასტოლე მაყურებლებო, თქვენ წინაშეა საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე და მე მის წამყვანი მიხეილ ანდღულაძე გახლავართ. დღეს ჩვენ პირდაპირ ეთერში გავდივართ, რამე თუ მეტად მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, აზრობრივად აუცილებელი გადაცემა გვინდა შემოგთავაზოთ და შესაბამისად შესაძლოა ეს გადაცემა წინაპირობა გახდეს ძალიან საინტერესო დინამიკის. პირველ რიგში დღეს 1 ივნისია, წმინდა ომის შემობრძანების დღეა საქართველოში და ყველა მართლმადიდებელს, ყველა საქართველოს მოქალაქეს და უმთავრესად ნინოებს გილოცავთ ამ წყინვალე დღესასწაულს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა ასევე და ყველა ბავშვებს დიდი სიყვარულით ვეფერები და ულოცავ ამ დღეს. და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები. და რამ განაპირობა ჩვენი სტუმრების დღეს ამ ეთერში მოწვევა, მე რა თქმა უნდა წარმოგეთყვით და გაგაცნობთ, მაგრამ პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნანა ხომასურიძე, პროგრესული დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ბატონი ლაშა დღეს დაკავებულია და შეიძლება მოგვიანებით შემოგვიერთდეს. ბატონი ალექსი კობაიძე, ჩვენ ყავს ერთი დიდი ალექსი კობაიძე, მაგრამ ეს არის ხალხის პარტიის თავმჯდომარე ბატონი ალექსი კობაიძე, ძალიან ენერგიული და გონიერი ადამიანი და ბატონი გიორგი ლილუაშვილი, პარტიას საქართველოს ლიდერი და თავმჯდომარე, პროფესიით ექიმი, პროფესიით იურისტი და ქალბატონი ნანა პროფესიით ფილოლოგი. მოგესალმებით ვიფასტობებო. ძალიან დიდი მადლობა რომ დამაფასეთ და უცებ ესე ვთქვათ ექსტრემალურ დაძახილში მხარში დამიდექით, იმიტომ რომ მეტად მნიშვნელოვანი საკითხი მინდა თქვენთან ერთად გავიხილო და შესაბამისად თქვენი დახმარებით, თქვენი მხარდაჭერით, თქვენთან დიალოგით გამოვიყვანოთ ტოლობა და შედეგი. საქმე ეხება იმას, რომ უახლეს ესე ვთქვათ ჩვენს დინამიურ სივრცეში მხოლოდ ერთი სერიოზული თემა გვაწუხებს ყველა ქართველს. იმ სხვა პრობლემებთან ერთად, რომელიც არაერთ გზის მნიშვნელოვანია და არაერთ გზის აუცილებელია ჩვენი მხრიდან მათზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ იმდენად გრანდიოზულად მოქმედებს მავანი და იმდენად გრანდიოზულად ამუშავებს ჩვენ ფსიქოლოგიას, რომ აღარ ვიცით უკვე საით ვეცეთ რომელ პრობლემას და რომელი ცეცხლის ჩაქრობაზე ვიზრუნოთ. მაგრამ ყველაფერი წყალში გვეყრება, თუ ჩვენი მიწა-წყალი არ დარჩება. და შესაბამისად ყველაზე მთავარი ჩვენი ხედვა და ჩვენი ტკივილი ჩვენი მიწის დაცვასე და მის ზრუნვას ჩამოყალიბებაზე იყო გამახვილებული. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ შეიმუშავა საკონსტიტუციო ფორმულირება, რომელიც ფაქტიურად ჩავარდა, იმიტომ რომ 15 მაისის საკონსტიტუციო განხილვების ჩაშლამ გამოიწვია საზოგადოების ნებათა ღელვა, გამოიწვია მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან და ერთ-ერთსულოვან საკითხში. ეს იყო მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებული ჩვენი დამოკიდებულება. რაზედაც ჩვენი მხრიდან, საზოგადოების მხრიდან და მით უფრო ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციათა გაერთიანება კოალიცია ერთსულოვნების სამეცნიერო კოლეგიის და სხვა ექსპერტების ჩართულობით იყო მომზადებული და ინიცირებული ისეთი ნაბიჯები, რომლითაც შეიძლებოდა ის რაღაცა სიცარიელი და ჩატეხილობის სივრცე ამოვსებული იყო ხელისუფლებასა და ხალხს შორის. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მე მინდა საზოგადოდ ვაღიარო, რომ მიუხედავად ჩემი დიდი მონდომებისა, რომ ეს დამოკიდებულება შექმნილიყო და ხალხსა და ხელისუფლებას ყოფილიყო შორის ერთსულოვანი და რაღაცა ქვეყნის კეთილდღეობაზე მზრუნველი დამოკიდებულება, მართლა ცივწყალ გადასხმულები დაგვტოვა ხელისუფლებამ შესაბამისი ქმედებით, როდესაც ჩვენს ხალხის ნებას უნივერსიტეტის კედლებში არ მიცა შესაძლებლობა წარმოედგინა იმ ექსპერტების მიერ დამუშავებული საკონსტიტუციო ფორმულირება, რომელიც მიწის დაცვას და მიწაზე ზრუნვას ცალსახად წარმოადგენდა ქართული ხასიათის და ქართული მოთხოვნების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვაღიარო, რომ დავწმუნდი, რომ ხელისუფლება არ აპირებს ხალხთან ურთიერთობას და ხალხთან ესე ვთქვათ აზრთა გაცვლა გამოცვლის და შესაბამისად მათგან ანუ ჩვენგან
რაღაც ნიშანწყლების ან რაღაც ნიშანსვეტის იმ დამოკიდებულებაში რომ შეიძლება რაღაცა შეცდომა გამოსწორდეს და გამოკეთდეს გაზიარებას და მოსმენას და მით უფრო ღებულობს ისეთ ესე ვთქვათ ფანდებს ისეთ ინსტრუმენტებს იყენებს რომ ხალხი ჩვენი საზოგადოება შეყავს შეცდომაში და ატყუებს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ გარემოებით რომ როდესაც საზოგადოებას აუგზავნა უნივერსიტეტში ალტერნატიული საკონსტიტუციო განხილვების დაწყება და მიწის საკითხების რეგულაცია ორ დღეში 22 დეპუტატის მიერ ინიცირებული რაღაცა ფარსიფიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შემოიტანა, რომლითაც სურს მოახვიოს საზოგადოებას მისი მხრიდან მიწაზე ზრუნველობა და მიწის დაცვის პოზიცია. ჩვენ კოალიციაში განვიხილეთ ჩვენ ექსპერტებთან ერთად ეს საკანონმდებლო ცვლილება ქალბატონიანა და აბსოლუტურად ესე იგი აღშფოთებას ვერ მალავს ეს ხალხი. ეს ექსპერტები მართლა აი უკვე ფიზიკურ ტრანსში გადავიდნენ, იმდენად გაღიზიანებულები არიან და ჩვენ პარასკევს პირდაპირ ეთერში გვექნება აი ამ ექსპერტებთან ერთად ამ საკითხების განხილვის ძალიან სერიოზული გადაცემა და უშუალოდ ყოველ მუხლს, რომელთაც დევს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში გრძელვადიანი, ესე ვთქვათ, ნელი მართვის ნაღმები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მიწაწყლის დაუცველობაზე ყველაფერს ამოატიტივებთ და ყველაფერს წარუდგენთ საზოგადოებას და აუხსნით როგორ გვატყუებს და როგორ მოღალატეობრივ დამოკიდებულებას გამოხატავს დღევანდელი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩემო ბატონებო, ჩემო ქალბატონებო, მე მართლა აგონიაში ვრჩები იმ დამოკიდებულებით, რომ მიუხედავად აი ამ გრძელვადიანი დაუღალავი ჩვენი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, ხელისუფლება არამც თუ იმას ხედავს და არამც თუ იმას აფასებს, ან არამც თუ იმას სათანადოდ ასე ვთქვათ სულსუბერავს და ცდილობს ხელი შეუწყოს, პირიქით ქმნის ისეთ გარემოებას, რომ ჩვენში მტრის ხატს ხატავს და რაღაცა პოლიტიკურ ანგაჟირებულ საზოგადოებად გნათლავს. და ესეთი არ ერიდება ასეთი ხასიათის დამოკიდებულებით მოიხსენიოს ისეთი რანგის ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება მეცნიერული შრომით და საზოგადოებრივი მოღვაწეობით სულგმულობდნენ და ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იყვნენ და არასდროს არ აინტერესებდათ პოლიტიკური თანამდებობები, მათ შორის მეც. და აქედან გამომდინარე, მე როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მოგიწვიეთ თქვენ ძვირფასო მეგობრებო, იმ პარტიის ლიდერები, რომელთა მიმართაც მე მაქვს ძალიან დიდი სიმპათიები, ვხედავ თუ როგორი სუფთა წარსულის მატარებელი ხალხი ხართ, როგორი გამჭვირვალე და სუფთა ნაბიჯებით მოდიხართ და რა ცნობიერებას და ღირებულებას ემსახურებით. ეს დამოკიდებულება, რომელიც მე თქვენში ცალ-ცალკე ყოველთვის შეუერაღებელი თვალითაც შეინიშნება საზოგადოების მხრიდანაც მე ამაში ეჭვიანება და მაქვს კიდევაც ამის დასტური არაერთგზის. ამიტომ მე თქვენთან ერთად მინდა განვიხილო ის დამოკიდებულება, რა პერსპექტივა უდგას საქართველოს და საქართველოს როგორც საზოგადოებრივ, ისე პოლიტიკურ მოძრაობებს. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს გაჩუმდეს ან საზოგადოება, ან პოლიტიკური საზოგადოება და არ აღნიშნოს ის, რაც ხდება. არ ამხილოს და არ გააშიშვლოს ხელისუფლება და არ დაანახოს ხალხს თუ რა რეალობასთან დგას. და ამასთან ერთად იმ დარგში, რომელშიც ყველაზე მთავარი პრიორიტეტი უნდა ეჭიროს უფრო ნაკლებად საზოგადოებრივ დინამიკას და უფრო მეტად პოლიტიკურ დინამიკას, ანუ პოლიტიკური პასუხისგებლობა სახელისუფლებო თუ სახელმწიფო მართვის და სახელმწიფო მოწყობის და სახელმწიფოში შესაბამისი სამართლებრივი კონიუნქტურის თუ სამართლებრივი ბაზის სრულყოფის თვალსაზრისით უნდა შეიქმნას თუ არა ამის სწორი პრეცედენტი, ამის სწორი ტენდენცია და
როგორ არის შესაძლებელი, როგორი ნაბიჯებით უნდა დაიწყოს ქვეყნის გამოკეთების და გამოსწორების მისი სულაგეზის სწორი დინამიკის შერჩევის მცდელობა და რა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული თითოეული პოლიტიკური საზოგადოება. მე არ ვიცი, მინდა ბატონო ალექსი თქვენგან დავიწყო. მინდა ეს ჩემი გულის ტკივილი თქვენს გაქვთ რა თქმა უნდა იგივენაირად აღქმული, ჩვენ ერთად ვიყავით უნივერსიტეტის კიბეებთან და თქვენ არაერთგზის იმასაც კი მაგრძნობინებდით, რომ არ იყავით კმაყოფილი და რაღაცნაირი უფრო მეტი ენერგიული მუხტის გამოვლინებას ითხოვდით ალბათ ჩემგან, მაგრამ მე გაწმუნებთ, როდესაც გამოვიდნენ რექტორატის წარმომადგენლები და თითქმის 1 საათი მესაუბრენ, დამიდასტურეს, რომ აუცილებლად მოახდენდნენ ისევ ამის შეცვლას, გამოსწორებას და აუცილებლად მოგცემდნენ შესაძლებლობას, რომ პირველი რაუნდი ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისა დაწყებულიყო უნივერსიტეტში. და თქვენ წარმოიდგინეთ 2 დღის შემდეგ ჩვენი საუბარი ისევ იმ ტონალობაში, ისევ იმ ფრაზებში, ისევ იმ ხასიათში განხორციელდა, რომ ყველანაირად ერიდებიან როგორმე სხვაგან ჩაატარეთ და უნივერსიტეტში ნუ ჩაატარეთ და ასეთი დამოკიდებულება გამოავლინეს და ეს აშკარად და კიდევ სხვა ფაქტებით, იმიტომ რომ იქ სახელები დასახელდა, რომელიც მათ არ შეიძლებოდა ცოდნოდათ, ვინ ყავდა ხელისუფლებიდან მოწვეული, გამოვლინდა ის, რომ ხელისუფლება აშკარად მართავს სტრუქტურებს, რომელიც დამოუკიდებელ სტრუქტურებად მოიაზრება ჩვენ საზოგადოებაში და მით უფრო ხელისუფლება ემალება სირაქლემის პოზაში დგას ხალხთან მემართებაში. მოგესალმებით. პირველ რიგში მე მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ თქვენს მსმენელ და მაყურებელ საზოგადოებას მიულოცოთ წმინდა ნინოს ბრწყინვალე დღესასწაული, ასევე ბავშვთა დასწრის დღეა მოგეხსენებათ და ასევე თქვენს პატარებს მიულოცოთ და მთელი საქართველოს პატარებს მიულოცოთ დღევანდელ დღეს, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს პატარებს. ეხლა რაღაც ღონისძიება იყოს ბავშვების და იქიდან მოვდივარ ეს დადებითი მუხტით მოვდივარ, რომ სხვა გზა არ აქვს ჩვენ რომ არ ვიბრძოლოთ და შესაბამისად არ გავაკეთოთ და არ შევხვდათ ისეთი რომ მათთვის რაღაც კონკრეტული თუნდაც ერთი აგური ჩვენი ქვეყნისთვის დავდოთ. სწორედ რაზეც ბატონო მიხეილ ახლა ჩვენ საუბრობთ, ის არის რომ ეს ერთი აგური აი ამ კუთხით უნდა დაიდოს. მოგეხსენებათ სამწუხაროდ ისეთი მდგომარეობაა დღესდღეობით გულისხმობ პოლიტიკურ ასპარეზს, რომ პოლიტიკური პარტიები სამწუხაროდ, ალბათ ეს შეიძლება ითქვას, შეიძლება საბედნიეროდ, არ ვიცი, ძალიან პლურალისტულია და ეს პლურალიზმი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ ნიჰილის უჩენს საზოგადოებას. ანუ ეს რას ნიშნავს მარტივად რო ვთქვა? ნიშნავს იმას, რომ როდესაც პოლიტიკური ვერზი არის ძალიან ბევრი პარტია, მაგრამ საზოგადოებას არ შესწევს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტულად რომელიმე გააკეთოს აქცენტი, იქნა გამომდინარე, რომ ცალ-ცალკე ძალიან არ ვართ ისეთი, ესე რომ ვთქვათ, წარმომადგენლები, ჩვენ ხო გულწრფელად საუბრობთ, ხო, რომ შესაბამისად რაღაცა საერო საზოგადო უფრო მეტი შევქმნათ და მოითხოვოთ და თუნდაც დაუპირისპიროთ ხელისუფლებას. ამიტომ მე ვფიქრობ, აუცილებელი არის და ყოველ შემთხვევაში ჩემი შემოთავაზება ეს იქნება, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, რომ ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ, აი ამ ერთობით მოახერხოთ ის, რომ თუნდაც აი ამ პრობლემაზე ვისაუბროთ. ანუ ეს რას გულისხმობ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ადრეც გქონდათ საუბრები, მაგრამ მე საუბრებში გულისხმობ იმას, რომ როდესაც აი ეს უნივერსიტეტის, როცა ესე გვექცევა უნივერსიტეტი, არ ეგონოს, რომ მარტო მხოლოდ ბატონი მიხეილია მოსული. არ ეგონოს რომ ბატონი გიორგია მოსული. ან ბატონი ლექსო და ასე შემდეგს. აი არ მინდა რომ ესეთი დამოკიდებულება, მინდა რომ იცოდეს რომ იქ თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი წარმომადგენელი მაინც არის მისული, უნდა იცოდეს რომ იქ არის მისული მთელი ეს კოალიცია. ამიტომ ეს იქნება პოლიტიკური კოალიცია, თუ ეს იქნება საზოგადოებრივი კოალიცია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ესე ჩვენ შევძლებთ, რომ რეალურად ჩვენი ძალის დემონსტრირება მოახდინოს სწორად და რეალურად აღვიქვას ხელისუფლებამ იმ ძალად, რომელსაც ესე მასხრად აგდება. ეს იყო მასხრად აგდება, რაც მაგათმა გააკეთეს. ოღონდ ჩვენ კი არ აგვიგდეს მასხრად, თავი აგიდეს მასხრად, იმიტომ რომ იქ ჯერ ჩემ თავზე რო არ გესაუბროთ, მე შესაბამისად ამაზე რა თქმა უნდა არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან პროფესორები, აკადემიკოსები, ანუ იქ სადაც ლექციებს ასწავლიან თვითონ ეს, ან ფაქტობრივად თავიანთ ლექტორატს უთხრეს უარის შესვლაზე და კონფერენციის გამართვაზე, ხო? და პოლიტიზირებული, ანუ ჩვენ დაგვარქვეს, რომ ვითომ პოლიტიზირებულად უნდა იქ რაღაცა განცხადებები უნდა გაგვეკეთებინა.
კი, მაგრამ რექტორი, იქ დასაქმებული ადამიანები, ახალგაზრდული თვითმმართველობა, როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკას არ აკეთებენ, ოღონდ ქართული ოცნებიდან დაგეგმილ პოლიტიკას არ ასრულებენ. ეს არის რეალობა. და ჩვენ უბრალოდ მე თქვენ ზათუნ ნაწყენი ყავ, ნაწყენი კი არ ვიყავ, გაბრაზებული ვიყავ ბატონო მიხეილ. ოღონდ თქვენზე არა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მასში პასუხისმგებლობას მეც გქონდათ, როგორც თქვენს და ალბათ სულ ყველა ჩვენთაგან. გაბრაზებული ვიყავ მათზე. არა, მე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მე კიდევ ილუზიაში ვიყავი და მეგონა რომ რაღაცა ჩვენ ვაკლებდით ურთიერთობების დალაგებაში და ყველაფერს ვდილობდით, მინდოდა რომ გვეცადა, რომ იქნებ მივაღწიოთ იმ წერტილს, რომელთაც ურთიერთობები დალაგდებოდა. ქალბატონო, თქვენ როგორ ხედავთ ამ სიტუაციას? შესაძლებელია კიდევ გვეშლებოდეს და კიდევ უფრო მეტი მცდელობა ჭირდებოდეს ურთიერთობების დალაგებას, თუ უკვე დროა რომ დავინახოთ სხვა პარადიგმით სიტუაცია და უკვე დავიწყოთ, აი როგორც ალექსინე ბძანა, რაღაც სხვა ქმედებებზე საუბარი და ურთიერთობა. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. პირველ რიგში მინდა მილოცო მთლიან საქართველოს დღევანდელი წმინდა ნინოს შემბრძანების დღე, ასევე ბავშვთა დაცვის დღე და ზუსტად ამ ბავშვების და მომავალი თავებისთვის არის რომ ვიბრძვით დღეს და არ უნდა გავაფუჭოთ ის რაც არ არის გასაფუჭებელი. ეხლა რაც შეეხება მთავრობა არ მიდის კონსულტაციებზე. იცით რა მე საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება რჩება აქამდე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ საერთოდ არ აინტერესებს მთავრობას ხალხის აზრი. არც ერთ საკითხში საერთოდ მოწყდა რეალობას და არიან რაღაც კედელი აღმართეს არიან ჩაკეტილნი არიან შეგ და რასაც უნდათ პატარა ბავშვები რო დაიჟინებენ იმას აკეთებენ. არავის არ ესმით და არც აინტერესებთ, ყოველ შემთხვევაში საღი აზრი არ აინტერესებთ. როგორ არა აუცილებელია ბატონო მიხეილ გაერთიანება, იმიტომ რომ ეს ისეთი საკითხია, რასაც ნამდვილად არც დავანებებთ და ვერც დავანებებთ, ვერავის რომ გაფუჭდეს. რომელი მიწის გაყიდვაზე საუბრობენ ხალხი, ამდენი მოწამე, ამდენი მებრძოლის სისხლით გაჟღენთილი მიწის გაყიდვაზე ფიქრობენ ეს ხალხი და თან ისეთ მას მუხლებს აპარებენ შიდ, რომ აი თუ ვინმესთან ხელს მოაწერ, ვთქვათ, იცით რა, ხალხი მებრძვის, პირდაპირ ეუბნება მთავრობა, ხალხი იბრძვის და ვერ გაძლევ პირდაპირ ყიდვის საშუალებას, მაგრამ მოაწერე ვინმესთან ხელი და კი ბატონო. ეს არის რაღაც გაუგონარი. კალონანა მე მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ საზოგადოებას უთხრა, რომ ძალიან დეტალურად, ძალიან მთელი შინაარსობრივი კვალიფიკაციით იქნება ხვალინდელ გადაცემაში განხილული ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება. ყოველი მუხლში, სადაც კი დებს ის ხაფანგი და ის რაღაცა წყლის ქვეშა კლდეები, ყველაფერი იქნება გაუზეურებული და დაინახავთ საზოგადოება როგორი ესე ვთქვათ პირნათელია ხელისუფლება ხალხის მიმართ. ბატონ გიორგი, ერთ-ერთმა მეცნიერმა ესეთი ფრაზა წიცა და მართალი გითხრათ ცოტა არ იყოს შევშფოთდი რომ ჯო მიხეილო მიუხედავად შენი და ყველა ჩვენთაგანის ქმედებებისა და ესე ვთქვათ მოღვაწეობისაო ჩვენ გავართო თვარის შუქზე მაყეფარ ძაღლსო და გამიშიფრა რომ თვარის შუქს უყებს ძაღლი რამე თუ ღამე მას თვარის შუქი აწუხებს და ესე იგი პრეტენზია აქვს რომ თვარე მის შუქი გააქროს მაგრამ თვარეს არ ძაღლს ამ შუქის გაქრობა იმიტომ რომ ის თვითონ არ ანათებს ის სხვისგან განათებული შუქის ანარეკლია აი ამას შეადარა ჩვენი ხელისუფლება მართულია გამიგეთ სამწუხაროა მაგრამ ხელისუფლება გვყავს პირველი და უმთავრესი საკითხი რომელიც უნდა დაისვას აი კონსტიტუციასთან მიმართებაში ერთ-ერთ მეგობარს დაუსვი ასეთ შეკითხვა წერია კონსტიტუციაში საქართველოს მოქალაქეობა როგორ მიიღება ვინაა საქართველოს მოქალაქე ამის განმარტება არა შესაბამისად მიწასთან დამოკიდებულება გაყიდვასთან დაკავშირებით მოქალაქეობის მიღებაც თუ არ იქნება განსაზღვრული თუ ვინ არის რა კრიტერიუმებს უნდა ახასიათებდეს საქართველოს მოქალაქე ჩვენ შეიძლება სამწუხარო და საუბედურო უსკრულში გადავარდეთ აი ზუსტად ძაღლის ყეფასავით გამოგვივა ჩვენ ვიყეფებთ რაღაც მომენტში დაგვთანხმდება ეს ხელისუფლება და იტყვის რომ საქართველოს მოქალაქეს მივყიდი მარტო მიწას და განსაზღვრება ამის არ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს თუ როგორ
შეუძლია ადამიანმა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. მთელ მსოფლიოში, სადაც არ უნდა წავიდეთ, ამერიკა ავიღოთ, თუ იქ როდესაც მოქალაქეობას ანიჭებენ, არ იცის იქაური ენა, მათი მშობლიური ენა და არ იცის მათი ისტორია. ასეთ ადამიანს არ აძლევთ მოქალაქეობას. ჩვენთან კიდე სამწუხარო ფაქტი არის და მოქალაქეობას აძლევენ მოგესალმებით ხო სააკაშვილმა 35,000 თურქს ერთ დღეში მიცა მოქალაქეობა. კი ბატონო და იმას ვინჩივის ახლა რო ღებულობენ მოქალაქეობას თქვენ ის პრობლემა უნდა ნახოთ და კიდე უარესი საკითხი არის სანამ გადავალთ და რაღაც დეტალებს გავშიფროთ აი მოდით ეს ტენდენციური სლაგეზე დავიჭიროთ რა. ბატონო მიხეილ ერთს ვიტყვი აი ბატონმა ალექსიმ ბრძანა რომ გაბრაზებული ვიყავიო. ზუსტად ეს გაბრაზებული ხალხი კონკრეტულ მომენტში ახდენს იმ გადატრიალებას, რომელიც ერისთვის აუცილებელია. თუ კიდე და რაც მეც გაგვაბრაზებთ, მით უარესი არის ეგრეთ წოდებული ამ ხელისუფლებისათვის. ყველა დავირაზმებით და გამოვალთ და გავაკეთებთ იმ გასაკეთებელს, რასაც ქართული საქმე ქვია. ჩვენ უკვე ხელში ამოგვივიდა ის ვითომ დაპირებები ყოველ წუთში ტყუილია ის რასაც დაგვირდნენ და დღეს არ აკეთებენ პოლიტიკურ ორგანიზაციებს პირველი რაც მოთხოვნა იყო საზოგადოებიდან ეს იყო როდესაც ოცნება მოვიდოდა არ იყო კონსტიტუციის შეცვლა აუცილებელი იყო აუცილებელი საარჩევნო კოდექსის გასწორება სადაც უნიშნელოვანესი საკითხი არის როგორ ატარებ შემამაცხონებულო თანასწორ უფლებიან არჩევნებს როდესაც პირდაპირ დავყავით კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიებად. მეტი დისკრიმინაცია რა გინდა. ეს არის უნიშნელოვანესი საკითხი და ამის გასწორება არ უნდათ არჩევნებს გვთავაზობენ ისეთ კონტექსტში, აი არჩევნები მომავალ ამ წელს არჩევნები არის ისეთ კონტექსტშია ეს არჩევნები, რომ სხვა პარტიებს ანუ საშუალება არ გვექნება იმის რომ რაღაცა თუ არ გავერთიანებთ, მაგრამ გაერთიანებაც კი თქვენ ბრძანებთ იმასთან დაკავშირებით რომ აუცილებლად ეს გაბრაზებული ხალხი კიდევ უფრო თუ გაბრაზდება, დაიწყებს იმ სვაგეს, რომლითაც შემდგომ მე განაპირობებს შეცვლას და ტრანსფორმაციას უკეთესობისკენ. მე რაც თავი მახსოვს, სულ აი ეს ფრაზები და ეს თეზისები მესმის. და მესმის რომ არ უნდა გავერთიანდეთ და უნდა დავიწყოთ ერთად სვლა და ერთად მუშაობა და ერთად მოღვაწეობა და ვერასდროს ვერ დავინახე ამ ნაბიჯის აი ზუსტად ინიცირება და ამ ნაბიჯის ესე ვთქვათ პრეცედენტი რომ მართლა ვიღაცა ადგეს ხელი ჩაკიდოს და მართლა ერთი გენიალური პრეცედენტი შექმნას. ერთი წამით ნუ ჩამაქრობინებთ ამ პარტიას ახლა რადგანაც მე ვახვილებ ყურადღებას. მე საგანგებოდ სპეციალურად მოგვიწიეთ თქვენ აი ამ პარტიების ლიდერები ისევ და ისევ გავიმეორებ ხალხის პარტიის ლიდერი ბატონი ალექსი კობაიძე პროგრესულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი ქალბატონი ნანა ხომასურიძე და პარტია საქართველოს ლიდერი გიორგი ლილუაშვილი რომ ბატონებო მოდით შევაფუთხოთ ეშმაკებს და გაერთიანდით შექმნით ერთი პოლიტიკური გუნდი და მე მთელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია კოალიცია ერთსულოვნებით შემოგიერთდებით. და დავიწყოთ ის ნაბიჯები, რომელიც ჭირდება ჩვენი ერის გაერთიანებას. მივცეთ ეს პრეცედენტი და ეს მაგალითი საზოგადოებას. ბატონო მიხეილ, სწორედ მაგიდან დავიწყე საუბარი მე რომ მე მზად ვარ ამისთვის მეთქი რომ გავერთიანდეთ, პირველ რიგში ჩვენ პოლიტიკოსები გავერთიანდეთ, შემდეგ საზოგადოების წევრები, რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, იმიტომ რომ სხვა საზოგადოების წევრებიც დაინახავენ, რომლებიც სხვადასხვა შეხედულებები აქვს რაღაც საკითხებზე, რომ ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ ეს არის ჩვენი ქვეყნის სიყვარული და აი ამ ქვეყნის სიყვარულმა უნდა გაგვაერთიანოს. ამიტომ მე პირად ინტერესები, აი აბსოლუტურად არ მაინტერესებს და არ გამაჩნია, მინდა რომ შედგეს ჩვენში ერთობა, ამ ერთობით შევქმნათ ის, რომ ხელისუფლებას ვაგზნობინოთ, რომ ვართ ძალა, რომელიც რეალურად ანგარიშ გასაწევი ძალა არის და ისე როგორც პროფესორ მასწავლებლებს ექცევიან დღესდღეობით აღარ მოექცევიან. არის ლექსო, ჩვენ ვართ აი ეს ძალა თუ მართლა გვექნება ეს ძალა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ ნაბიჯებს, სწორ ნაბიჯების გადადგმას და იმ კვალიფიკაციის მიღწევას, რომელსაც მე შემდგომ ასეთი შეფასება ექნება.
ну იმედს გამოთქვავთ, რომ ჩვენ შორის თუ უკვე შედგება ეს შეთანხმება, მე ვფიქრობ, რომ იქნებით ის ზალა, რომელიც ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრს შექმნის. ის პირობითად ჩვენ ვერავინ ვერ გუმართავს ბატონო მიხეილი და რომ სუფთა წარსულის მქონე ძალა არის ეს არის მთავარი. ეს არის მთავარი, რომ ვერავინ ჩვენ ვერ გვატარებს ისე და გვატრიალებს როგორც თვითონ უნდა. ამიტომ ეს ყველაზე მთავარია ჩვენთან ეხლა აქ ვინც ვართ, რომ აქვთ სუფთა წარსული. ეს არის თავარი და ეს არის ხალხისთვის ყველაზე აუცილებელი სასიცოცხლო პირობა. ერზე და ბერზე და ჩვენ ქვეყანაზე და მე საერთოდ მაპატიეთ გაბრაზებ ხა მე რაჭველი ვარ და უცბად ეხლა გავბრაზდი რომ აი მინდა მივმართო განსაკუთრებით ქართველ ქალებს, საქართველოს ქალებს. აი ეს მომენტია დღეს ქართლის დედებო საქართველოს შეიდგით მხრებზე. ამაზე მეტი გაჭირვება საქართველოს აღარ მგონია კონდეს. ყველაფერი გვაკადრეს და ეხლა საბოლოოდ მიწებსაც გვიყიდიან და თან ისე ჩუმად რომ მადლობები და ბოდიშები უნდა უხადოთ. აი ეს არის უბედურება და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ხალხისთვის დღეს მთელი ქალები უნდა გამოვიდნენ გარეთ, მათ შვილებს კონდეთ მომავალი. არც ხედიან აჩუქებენ. გიორგი ვერ იყავებ რაღაცა ისეთი ისა გაქვს მითხარი აბორაზილებს და რეალობა არის დღეს ჩვენს ქვეყანაში უამრავი პარტია არის, უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაცია არის და აი ზუსტად ეს გაერთიანების საკითხი დგას ყველგან, რომ აი გავერთიანდეთ. გუშინაც ჰქონდა რამოდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან საუბარი ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით და ასეთი აზრით წამოიჭრა რომ რო გავერთიანდეთო თანახმოვართ, მაგრამ რის გარშემო ვერთიანდებით? ანუ ჩვენ ერთი ამოსავალი რაც გვაქვს დღეს, ესაა ჩვენი სამშობლო. დღეს ყველას უჭირს. ქრისტიანსაც უჭირს, მუსულმანსაც უჭირს, სხვადასხვა კონცეფციების მიმართულებებსაც უჭირს. ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს უჭირს. აი ზუსტად ამ გაჭირვების წინააღმდეგ და ქვეყნის გადარჩენის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ გვაქვს ყველას ერთი პრობლემა. ყველას ერთი პრობლემა გვაქვს. ის პრობლემა მიწა, ენა, სარწმუნოების, ეკონომიკური მდგომარეობა, ეს პრობლემები გვაერთიანებს და ეს პრობლემა არის ჩვენი ქვეყანა, საქართველო. ბატონებო, მე ესეთი პოზიცია მინდა გაგიზიაროთ, რომ აუცილებლად პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა შეთანხმდეთ პოლიტიკური საზოგადოებები, რა ფორმაცია, რა დროის ასპექტში. მათ შორის მე არ დამზოგოთ, მეც თქვენთან ერთად ვარ, ყველანაირად ხარში გიდგავართ, მაგრამ ერთი დამოკიდებულება აუცილებლად გადასაწყვეტია, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება უნდა იყოს მზარდი და უნდა იყოს მაგალითის მიმცემი სხვებისთვის. და რითი? ერთმანეთის პატივისცემით, ერთმანეთის ურთიერთპატივისცემით. აი ეს არის აუცილებელი და ის რომ დაუშვათ იმაზე ზედმეტი ალაპარაკი განხილვებისას ერთი საუბრობს და დანარჩენი უსმენს და შესაბამისად რაც არ უნდა იყოს საკითხი განსახილველი და უმრავლესობამ გადაწყვიტოს დადებითად ერთი უარყოფითი აზრიც კი უნდა მიეცეს შესაძლებლობა რატომ აქვს ის უარყოფითი აზრი და არგუმენტებით უნდა დაასაბუთოს და თუ არგუმენტებით ვერ დაასაბუთა არგუმენტებითვე უნდა დაუმტკიცოთ მას რეალობა და არა წინააღმდეგობრივი და ძალადობრივი ხასიათის რა თქმა უნდა ეს ცივილიზებული აი ეს ხასიათი მისცემს იმის საშუალებას ჩვენს გაერთიანებას რომ ყველა ინტელექტუალი რომელიც საქართველოში არის გაბნეული მარგალიტებივით ჩვენთან ასოცირდნენ და ჩვენ და მე ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი სამეცნიერო კოლეგიით აი მთელი იმ გაერთიანებებით რომელიც ჩვენ კოალიციაში არის სერიოზული ბაზისი შეიქმნება იმ საზოგადოებისა რომელსაც თავისუფლად შეიძლება დარგობრივად მიხედოს კონცეფციების ჩამოყალიბებას და შემუშავებას და ეს საკითხები მართლა ბომბარდირებად გადავაქციოთ მე უკვე პარლამენტზე მთელი ამ ხნის განმავლობაში და დავისახოთ პირდაპირ თქვათ ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების გზით შევცვალოთ ეს მოღალატეობრივი ხელისუფლება. ბატონო მიხეილი უყვარს სამთავრობას ესეთი ხშირად ხედავ ხოლმე წარწერას ნამდვილები ვართო და ნამდვილობა ჩვენთან არა ბატონო. აი ვისთვისაც ყველაზე უმთავრესი ენა მამული სარწმუნოება. აი ეს სამი რამ არის მისთვის ამოსავალი წერტილი, აი ეს ნამდვილები დადგნენ ჩვენთან. და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია.
ბატონო მიხეილ, ჩვენ კარგია რომ ზოგადად საუბრობთ ამ გაერთიანებაზე, თუმცა მე კონკრეტულად არა ასევე მაქვს საუბარი რომ ვისაუბროთ სხვა დადგომებზე და სხვა გაერთიანებაზე, გულისხმობ რომ მე მზად ვარ რომ მაგალითად ჩემი მთელი რესურსით გულისხმობ ეს იქნება მატერიალური კუთხით და ტექნიკური კუთხით, ანუ ჩემი ოფისი, პარტიის ოფისი იქნება თუ რა, მე მზად ვარ რომ იყოს სამუშაო ჯგუფი, თუნდაც იყოს შტაბური მდგომარეობაში გადავიდეთ, ანუ მზად ვარ აი გაცხოველებული მუშაობისთვის, რომ როგორმე ჩვენ შევძლოთ ერთად დგომა და ერთად შრომა. აი ეს არის თავარი. თუ ჩვენ ერთად შეგვეძლება რომ რაღაც კონკრეტული საქმე ვაკეთოთ, თუნდაც ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელმაც ახლა ჩვენ გაგვაერთიანა, ეს არის მიწების საკითხი. აი ეს იქნება ძალიან კარგი და მისაბაძი მაგალითი, მით უმეტეს აი ამ დროში, როდესაც ხელისუფლებას ძალიან ეშინია გაერთიანებების, კოალიციების, იმიტომ რომ კონსტიტუციაში წერს, რომ კოალიციები არ უნდა შედგენ გულისხმობ საარჩევნო ბლოკებს, ჩვენი ეშინია, ჩვენაირი ადამიანების ერთად ყოფნის ეშინია, ცალ-ცალკე არ ეშინია. აი თუ დაგვინახავს რომ ჩვენ ეს გაცხოვებული მოძრაობა დავიწყეთ, მერწმუნეთ რომ ძალიან დიდ ხიფათს იგზნობს და ძალიან ბევრ დათმობებზე წავლენ ისინი, იმიტომ რომ მათ მეტი გზა არ ექნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანას გამოადგება და ჩვენ სარგებელი ჩვენ შურებს დარჩება. ამიტომ მე ვფიქრობ, როგორც არასდროს ისე დადგა დრო, მართლა ის რაღაცა გენიალური და სამაგალითო პრეცედენტი შეიქმნას, რომელიც ამდენი ხანია ელოდება ხალხი და ამდენი ხანია ნატრულობს ხალხი. თუნდაც ის რომ პატრიარქმა ამ ხნის განმავლობაში ასეთი გაფრთხილება მოგცა მთელს ერს ემიგრანტებს, როდესაც მოუწოდათ, იყავით სადაც ხართ, იყავით იქ ქართველები. ანუ ეს იყო გაფრთხილება, ეს იყო მთელი ერის გაფრთხილება. განაჩენი გამოუტანა ამიტომ. გადმოჩენი და ერთგვარი დაცვა იმ ხალხის, რომელიც შეიძლება მართლა საგანგაშო მდგომარეობა არის ჩვენ. კი ბატონო, პატრიარქმა სახელმწიფოებრივი განაცხადება გააკეთა, იმიტომ რომ ის ხო რეალურად გრძნობს ამ სოციალურ-ეკონომიკურ გაღატაკებულ ფონს, რომელიც არის და რომ ხედავს ის რომ ემიგრანტების მეშვეობით იკვებება ჩვენი ქვეყანა და ისინიც რომ აქ ჩამოვიდნენ, აქ ისევ გატაკდება და სახელმწიფო ვერ ზრუნავს სამარცხვინო რა იყო იცით რომ იქ გვერდზე კვირიკაშვილი რო ეჯდა თავი როგორ ჩახარა ის განცხადება რომ გააკეთა, ანუ იგზნო პასუხისგებლობა და თავი ჩახარა და ეს აი ესე რომ ხელისუფლება აი ამ მდგომარეობაში ჩავარდება, მე ვფიქრობ ის ამბიცია უნდა ქონდეს რომ ხელისუფლებაში იყოს. ყოველთვის მოუწოდებდა ჩვენი პატრიარქი ემიგრანტებს ჩამოსულზე თქვენ მიწას დაუბრუნდეთ. პირველი შემთხვევა გავსი განცხადება არ ყოფილა და ეს იყო მე ახლა სრული პასუხისმგებლობა ამ თავრობის განაჩენი. ის იმდენად უკან წავიდა ჩვენი ქვეყნის სიტუაცია, რომ იგრძნოდა. პატრიარქის ავტორიტეტი საქართველოში ყველაზე მაღალი არის დღეს პრეზიდენტზეც და პრემიერ-მინისტრზე, ვინც არ უნდა ავიღოთ დღეს საქართველოს პატრიარქის ავტორიტეტი არის ყველაზე მაღალი და საქართველოში ყველასი თუ არა უმეტესი მაცხოვრებლის ასე რომ ვთქვათ აღიარებული და შესაბამისად მისი სიტყვა კანონის ტოლფასი არის. სამწუხარო არის, რომ ეს ხელისუფლება გაჩუმებული არის და იმის მაგივრად, რომ რაღაცნაირად საზოგადოებასთან მივიდეს, საზოგადოებას დაელაპარაკოს, ამის მაგივრად ჩაიკეტა და უფრო მეტად ანუ ხით ჩატეხილობა უფრო გაზარდა საზოგადოების მხრივ და ამასთან გამომდინარე ერთს დავძენ. ანუ ის საკითხიც უნივერსიტეტშიც რაც მოხდა, ეს განაპირობებს კიდევ და კიდევ უფრო იმ ეროვნული ძალებიდან, ანუ უნივერსიტეტი მოისაზრება, რომ საქართველოში ერთ-ერთი პლაცდარმი არის იმისათვის, რომ ეროვნული სულისკვეთება აღორძინდეს. ანუ იმასაც კი გვიკლავს და საერთოდ თავისთავად აკადემიური სულისკვეთება. ამას საბაეცევია, ბაცო, აკადემიური უნივერსიტეტში თუ არ განახორციელია, რა სად უნდა განახორციელოს? უნივერსიტეტს შეუცვალეს იურიდიული ფორმა. იყო სად და ბოდიში რო გაწყვეტენ, ქუჩაშიო გეუნებიან და მიიღებენ ამ ქუჩასაც. მაგას გაუნა ის მაგალითი იყო, ქუჩაში გავლითო. ქუჩაში იმჯელეთო, ეს ზუსტად ეგ ვითხრეს. უნდა ქუჩაში იმჯელობა, ხო და იმჯელოთ ქუჩაში. პრობლემა მაგრამ ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, ალექსო, აი რა შედეგები მოაქვს ამ ქუჩაში ბრძოლებს. და ჩვენც ეს შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, რა შეცდომებიც იქნა დაშვებული. ამიტომ მე მაგალითად ესეთ პოზიციას გთავაზობ. პირველ რიგში აუცილებლად, ეხლა არც ერთი თქვენი პარტია მე პირადად ვიცნობ თქვენს ბექგრაუნდს, თქვენს პიროვნებას არ არის მართული და მით უმეტეს არ არის დაფინანსებული. შესაბამისად პარტიული
მოძრაობა და პარტიული ესე ვთქვათ სულდგმულობა ერთგვარი ფინანსების წყაროს გარეშე შეუძლებელია. ზუსტად საზოგადოებას ის მოუწოდეთ. მაგრამ აი ზუსტად ამაში უნდა გამოირჩეოდეს ჩვენი გაერთიანება, რომ ჩვენ ვიღაც ოლიგარქების დაფინანსებაზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. არამედ ჩვენი პარტიული აქტივის საწევრო შენატანებით უნდა იყოს ასულდგმულებული ჩვენი მოძრაობა და ის ელემენტარული დაფინანსება, რომელსაც ჩვენი პარტიული აქტივი განახორციელებს, ჩვენს მოძრაობას იმ რაღაცა ბუკლეტების დაბეჭდვას თუ რაღაცა სხვა საკითხებს თავს გაართმევს და ეს იქნება სამაგალითო პრეცედენტი იმისა, რომ როგორ შეიძლება დიდი ფულების გარეშე აწარმოო პოლიტიკური ხელბატონო ასეთი ინიციატივით შემოვალ თუ შეიძლება. ანუ სახელმწიფოდან პარტიებს მოეხსნას ის დაფინანსება. დაფინანსება მოეხსნას. აი ჩემი პარტია არის არაკვალიფიციური არ ვგებულობ დაფინანსებას და როდესაც საკითხს ვაყენებ რომ ეს კვალიფიციური და არაკვალიფიციური საკითხი მოხსნათ იქ მოდის ასეთი ამდენი პარტიები ხართ სულ ყველას როგორ დაგაფინანსებთ არც ერთი არ დაფინანსდეს ხო მაშინ თქვენ იმის მაგინდა თუ კარტულოსნებს დაიჭრება იმიტომ რომ მან ანგარება ამოძრავოთ შეიძლება მილიონები ხარჯოს ერთმა და საქმე არის რაღაცა თანხა უნდა გამოიყოს და ის გადანაწილდეს ყველასაგებელი და მოსათხოვნი და მოსაწესრიგებელი საკითხების ზღვარაოდენობა ანუ კომპლექსური საკითხები არის ერთი საკითხის დაგეგმვა ეხლა ვინც გვისმენს რამხელა კმაყოფილებას და რამხელა ემოციებს განცდები ეუფლებათ, როდესაც ხედავენ, გიყურებენ და თქვენი აი ესეთი ერთსულოვანი ხასიათი ვლინდება საზოგადოების წინაშე. ეს არის დიდი მიღწევა და მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ, აი მადლობას რომ აი საშუალება რომ აი საზოგადოებასთან რაღაცნაირად ეთერის მეშვეობით დავждეთ და ჩვენი მოსაზრებები რაღაცნაირად გავაცნოთ სამწუხაროა. ეხლა რაც შეეხება ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს, რაც შეეხება ეთერს, რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, ფაქტია რომ ეხლა ჩვენი ტელევიზია ისეთი დაფარვის და ისეთი დიაპაზონის არ არის როგორიც არის რჩეული ტელევიზიები და შესაბამისად საზოგადოება უკვე ხედავთ რომ ჩვენსკენ გადმოერთო, მაგრამ ჩვენი მხრიდან ეხლა აქტიურობა და გააქტიურება საჭირო რომ საზოგადოებაში გავაღვივოთ ცნობიერება ამ გადაცემის შესახებ. შესაბამისად შეიძლება ჩვენი აქტივი გამოვყოთ და როგორც მაგალითად კარდაკარ ფორმის რეჟიმში რაღაცა რეკლამო ფლაიერები დავარიგოთ მოსახლეობის კარებებში გავაკეთოთ რომ ვისაც გსურთ სერიოზული საკითხების განხილვების ესე ვთქვათ აღქმა და მსჯელობების თვალყური გვიყურეთ ამ არხზე და მე ამისწრებას რომ აი ეს დინამიკა რომელიც თქვენი გაერთიანებით დაიწყება სისტემატიურად ყოველკვირეულად იქნება გაშუქებული და თქვენი შედეგები და თქვენი გეგმები საზოგადოებას ეცნობება. აი ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს. მე ამას უკვე ინდივიდუალურ კუთვნილებით ფორმაში ვსახავ. ანუ მეც თქვენიანად მოვიაზრებ ჩემ თავს და მეც თქვენიანად ჩამთვალეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება აქ ვინმე ფიქრობდეს და უყუროს გვერდიდან პროცესებს. აქ ყველამ უნდა მივიღოთ ჯარისკაცის ფორმა უნდა ჩავიცვათ და ყველა რიგით წევრად უნდა ვიაზრებდეთ თავს და შესაბამისად ვინც უფრო მეტ პოტენციალს გამოავლენს ის აიღებს ფლაგმანის როლს და ის ითამაშებს წინამძღოლის მე ერთი წინადადებით მინდა შემოვიდე რომ ახლა ვინმე არ იფიქროს რომ ეს ჩვენ შევქმნით და ჩავიკეტებით რაღაცა ჩარჩოებში ამიტომ შევთავაზოთ რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოვიდნენ და ჩვენთან ერთად ამ საკითხებზე საჭიროა საკითხებზე ჩვენ არ ვართ იმის მომხრე რომ მაინდა-მაინც გამოვიდეთ და ძალადობრივად ან რაღაცა ის მოვიფიქროთ და სალსახად უნდა შევთანხმდეთ რომ ჩვენ ძალადობრივ ხასიათს არ ვიჭერთ. ჩვენ აუცილებლად კონსტიტუციურ ჩარჩოში ვჩერდით და აუცილებლად იმ უზგავსოებას არჩევნების შედეგად და არჩევნების მეთოდით შევცვლით. რა თქმა უნდა და დღესაც უნდა ვიყვეთ ჩვენ იმისთვის ვზავთ რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეიძლება გაუნაცდეთ
თავიანთი აზროვნებით არიან ისეთი ხალხი, რომელსაც ნამდვილად შესწავლილი არიან, ხო და ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ ამ პატიოსან ადამიანებს. ვერ მიუდის წინ იქაურ სიტუაციას. აქედან გამომდინარე, თუ მიეცემათ, ამიტომ ვიღაცაზე ხوارია და ამიტომ მივცეთ ამის საშუალება. უპრეცედენტოდ რაღაცა სასარგებლო გარემო უნდა შევქმნათ, რომ ჩვენთან ურთიერთობის წყურვილი გაუჩნდეთ კვალიფიციურ საზოგადოებას, იმ ხალხს, იმ ელიტარულ საზოგადოებას, რომელიც თავისი პროფესიის თუ თავისი მიმართულების მიხედვით წლობით და ათწლეულობით ვითარდებოდნენ, აქვთ შემუშავებული კონცეფციები ჩამოყალიბებული. თუ ადამიანს უნდა რომ კარგი გააკეთოს ქვეყნისთვის, მოვიდეს, მივცეთ ამის საშუალება და ერთობლივად ქვეყანა გადავარჩინოთ. და ჩვენი პრობლემა არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შეიძლება ერთგვარი რაღაცა სისტემატიზაციაც კი დავნერგოთ იმისა. ბრძოლის გამოაცხადო თუ არა უქმე დღეთ ამაზე ფიქრობდე და მე მეწას კიდიდე. არ შეიძლება. ისთვისაც იბრძოდა ეს ხალხი. ეს არის სამარცხვინო. აი მაგ დღე ხალხმა უნდა გამოაცხადოთ. დასვენების დღე და მთელი საქართველო გამოვიდა და არც ერთი არ წავიდა სასამართლოში. ეს არის ხალხის გაყიდული. აი ეს არის სამარცხვინო დღეა. 14 ხო, აი დადგინდება, მაგრამ მოდით ისე ჩვენს ესე ვთქვათ ნიადაგს, რაზედაც ხო ფუძდებით და ყალებდებით, იმას დაუბრუნდეთ. რა არის მთავარი გაერთიანებისთვის? რაზე უნდა გავამახვილოთ პირველ რიგში ყურადღებას? პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ იდეაზე, რაც ზოგადად ჩვენ გვაქვს და ჩვენში სუფევს, რომ ეს ქართული მიწები არ უნდა გასხვისდეს უცხოელებზე. ასევე მე ვფიქრობ, რომ თუნდაც პირადი რაღაც შეხედულებები, რაზეც შეიძლება მე რაღაც კონკრეტულ ასთა სხვადასხვაობა მქონდეს, ასევე თქვენს შენდა შეხედულებაში, ესენი გვერდზე უნდა გადავდოთ. და აი ამ იდეის გვერდით უნდა გავაერთიანდეთ, რის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო ძლიერად წარმოვაჩინოთ ჩვენი პოზიციები და უფრო საზოგადოების თუნდაც ჩვენი ამორჩეველი და ან უფრო მეტი ფართო სპექტრი ჩაერთოს ჩვენს მსჯელობებში, ჩვენს თუნდაც გამონათქვამებში, რომელიც მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ გაერთიანება, არაერთი იქნება, რომ ჩვენ რაღაც კონკრეტულ ინიციატივებს გავაჟღერებთ და ეს საზოგადოება უნდა აიტაცოს, იმიტომ რომ ჩვენ ისეც არ ვიტყვით, რომ მხოლოდ ჩვენ გვინდოდეს და ხალხს არ უნდადეს, ჩვენ ესე რა თქმა უნდა არ მოვიქცევით. აქედან გამომდინარე, ამისთვის აუცილებელია რომ რაღაცა პირადი შეხედულებები რაღაც ეტაპზე სხვა გზა არ როდესაც ურთიერთობაში შედიხარ, თუნდაც კოალიციაში ან რაღაც გარიგებაში შედიხარ ნებისმიერ პიროვნებასთან, ხო? რაღაცას თმობ თავისთავად. ამიტომ ეს არის, რომ მე ამისთვის მზად ვარ. პირადად მე ამისთვის მზად ვარ, რომ დავთმო ჩემი თუნდაც რაღაც პირადი შეხედულებები და დავდგე ამ იდეის გვერდით დაარქვით, თუ გნებავთ და თუ გინდათ სადაც გინდათ დაარქვით, რომ შესაბამისად მე ვიყო ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი, რომ ვიცოდე, რომ აი ამ საქმეს უჩვენოდ ვერავინ გააკეთებს, ვინაიდან რადგანაც ზუსტად ჩვენ როგორც გვინდა, ანუ ჩვენს უკან ხალხია, გულისხმობ ჩვენს უკან დგარ ხალხს როგორც უნდა და იმ საზოგადოებას, რომელიც ჩვენ ვართ, როგორც უნდა, ისე იქნება ყველაფერი. გადასარჩენია ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი ტენდენციები, რაზედაც უნდა გავამახვილოთ აი დღეს ურთულესი სიტუაცია აქვს ჩვენს ქვეყანას, გადასარჩენია მამული, ძენაც და სარწმუნოებაც, რის გამოც უნდა გავერთიანდეთ, დავირაზმოთ და უნდა დავსახოთ ის მიზნები და გზა, რითიც გადავარჩენთ. ამას სჭირდება ბატონო მიხეილ გაუსვლელი, სუფთა და პატრიოტი ხალხი. ამ შემთხვევაში მე ესეთი რადიკალური შეკითხვა მაქვს. თუ დაუშვათ ხელისუფლება არ მოგცემს შესაძლებლობას არჩევნებში მონაწილეობისა რაღაცა ბლოკის სახით. მაგ შემთხვევაში მზად ვართ, რომ ჩვენ პარტიები გავაუქმოთ და ახალი ერთი პარტია შევქმნათ. ნახოთ, მე ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა დავიწყოთ აი ამ ფორმატით ბრძოლა, რომელთაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იმდენი უნდა ვიბრძოლოთ, რომ თვითონ არ შევიდეს კონსტიტუციაში აღნიშნული სრულიად. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ შესაბამისად უკვე როგორ განვითარდება. მე ერთ რამეს დავძენდი, ქვეყანა უნდა გაერთიანდეს რაღაც იდეის მიმართ. იდეოლოგია უნდა ჩამოაყალიბოთ, იდეოლოგიას მარტო პატრიოტიზმი არ შევლის. აღმოჩნდება განათლება და მეცნიერება. ამიტომ განათლებული ადამიანები უნდა იყვნენ აუცილებლად ჩართული ამ მიმართულებით. მეცნიერებმა უნდა აიღონ ხელში ზუსტად ამ ჩვენმა ბურჯმა ადამიანებმა, რომლებმაც თავისი აი შრომის სისხლის რა ვიცი, აი ყველაფერი ჩადეს იმისთვის, რომ რაღაცა მიღწევები ქონოდათ, რაღაცა
და არავინ არ უსმენთ. არც უსმენს და არც უბედურება ის არის რომ ზუსტად ამ ადამიანების მეშვეობით უნდა ამიტომ ჩემო ბატონო გიორგი მნიშვნელოვანი არის განათლება და იდეოლოგია არანაკლებ სუფევს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სისტემატიზაცია ის რაღაცა სტრუქტურიზაცია იმისა, რომ ეს განათლებული ციგნები რო გეტყვი რაღაცას. კი ბატონო. აი ეს განათლებული ფრაზები დავძრათ და გადავზრდოთ დინამიკაში. აი ეს არის ჩვენი პრობლემა, თორე განათლებული ფრაზები, განათლებული წინადადებები, განათლებული შესაბამისი სტრატეგიები არაერთგზის მსმენია და არსებობს. განათლებულობა და წიგნ წაკითხული ადამიანების რაოდენობა ეს სხვა რამ არის განათლებულობა სხვა რაღაცას მოიცავს უფრო ფართო სპექტრი არის და განათლებული ადამიანები საქართველოში სამწუხაროდ არ არის ბევრი თითზე ჩამოსახლელი დარჩა წიგნი რო წაიკითხა ადამიანმა ის განათლებულად არ შეიძლება ჩაითვალოს სამწუხარო არის მაგრამ ზუსტად აი ამ განათლებულ ადამიანებს ამ მეცნიერ ეროვნული სულისკვეთების ადამიანებს მოძიება უნდა აი მთავარი ეს არის იყო განათლებული რა თქმა უნდა ეს აუცილებელი მაგრამ ეროვნული და ყველაზე კარგია იდეის იქნება ბოდიში ბატონ გიორგი რო გაწყვეტინებთ ალბათ უფრო ის იქნება კიდე რასაც ახლა ჩვენც უნდათ აი ეს ფორმატი ვაკეთებთ რომ აბსოლუტურად ღია თუ საუბრობთ ანუ ღია ვარ საზოგადოებისთვის და ანუ ესეთი გახსნილები ვიქნებით და ყველასთვის კარი იქნება ღია ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა რომელსაც აი ახლა საუბარში მინდოდა ჩართვა და მოგეცით დამთავრების საშუალება აქ როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს არაბითარ შემთხვევაში არ უნდა მოიქცეთ ისე როგორც აქამდე იქცეოდნენ რომ აი ეს ჩემი ახლობელია და მოდი ამას ჩავაბაროთ ეს საქმე თუ ის ვიღაცა უცნობი ხედავ რომ ყველაფერს უფრო წინვალეთ აკეთებს არანაირი ახლობლება არ უნდა იმოქმედოს ამ პრიორიტეტში და პრიორიტეტი ინტერესები უნდა აი ეს ტენდენცია ეს ხასიათი კაცრად თუ არ დავიცავით ჩვენც ჭაობში გადავარდებით და ჩვენც იგივე ვითარებაში აღმოჩნდებით ამიტომაც მე იმასაც ვიტყვი დაშლით ქვეყანას თუ ეშველება დღესვე ვიტყვი პარტიაზე უარს და მთელი ჩემი პარტიის იმით შეუერთდებით იმ პარტიულ ძალას რომელიც მოგროვე ვიდეოში რა გამიაზრა იცი წარმოიდგინეთ 250 პარტია საქართველოში და აქედან ღმერთმა ინებოს რომ 200 პარტია გაუქმდეს და ერთ პარტიად ასიმილირდეს და მთელი ამის ინტელექტუალური აქტივი წარმოიქმნას ერთი დიდი ბუმბერაზე ეროვნული ძალა. ნუ შეიძლება ეს ცოტა მართლა ოცნებაში გადავდივართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამ სუბიექტში თუ მოხდება და აგერ არის ფაქტი ამ მაგიდასთან რომ ეს ტენდენცია არსებობს ღმერთი წავედეს მამაში ამდენი პარტიები არსებობს მაგრამ რეალურად ფაქტიურად არჩევნებში მონაწილეობდა 27 პარტია ანუ სულ ყველა ეს 300 პარტია რაც არის რეგისტრირებული არ მონაწილეობს შესაბამისად ის შექმნილი არის და ანუ მოსახლეობაზე ამითაც манипуლირებენ რომ ნახეთ რამდენი პარტიებია არ არის ბევრი პარტიები მოქმედ პარტიებზე ვსაუბრობ. მცირედი პარტიები არის, რომელთაც ხელშეწყობა ჭირდება და თუ მათ თავისი იდეოლოგიით, რა თქმა უნდა, იდეოლოგია თუ გააჩნია, პარტიები არის, რომელსაც იდეოლოგია არ გააჩნიათ. მაგალითად, ზოგიერთი გაერთიანდა რაღაც მცენარის გარშემო, ზოგი რაღაცის გარშემო და ასე შემდეგ. ანუ ხო და ამიტომ არის აუცილებელი ისეთი პარტიების გამოყოფა, რომელსაც თავისი იდეოლოგია გააჩნია. მოქმედი პარტიები ერთი გულისტკივილი გაგიზიაროთ, რომელიც არაერთის ვაწყდები ყოველთვის, როდესაც ამ სამეცნიერო სივრცესთან მიწევს ურთიერთობა. რომ აი კი ბატონო, ჩვენ აგერ გვეპატიჟები გთხოვ რაღაცა კონცეფციების დამუშავებას, რაღაც მიმართულებების დასახვას. კი ბატონო, ჩვენ დაუზარელად ვასრულებთ ამას, მეუბნება ეს ხალხი. მაგრამ მე ამას შენ როგორ ესე ვთქვათ დინამიურ პროცესში როგორ გადაგაქვს ხედავთ რომ რამდენი შენი მცდელობა სულ ყოველთვის იმ ყრუ კედელს ასკდება და ამ შემთხვევაში მე მართლა უნდა ვაღიარო ჩემი შეცდომა რომ მე ვერ გამინათდა ეს გონება რომ დავინახო რაღაცა სხვა გზები და სხვა მისასვლელი ბილიკები და ეხლა რასაც ხედავ ჩვენ გადაცემაში და სპეციალურად არ ვიცი ღმერთმაც ინება რომ ეს პირდაპირ ეთერში გადის რაღაც გარკვეულ ფორმაციაში თუ არა და ჩაწერა ქონდა განსაზღვრული და მადლობა მინდა გადაუხადო ხარისხის აღს რომ აძლევს შესაძლებლობას აი ასეთ ვითარებაში ასეთ ოპერატიულ რეჟიმში
გავაკეთოთ ესეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაცემები. ცალსახად ფაქტია იმისა, რომ არის რაღაცა ბილიკები, არის საინტერესო გზები, რომელიც ჩვენ თვალწინაა გადაშლილი, უბრალოდ ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ბილიკებზე სიარული, ამ ბილიკებით სულაგეზი და მით უმეტეს, როდესაც ძალიან ლამაზი მიუხედავად თუნდაც ფერადი ბილიკებისა არის ერთი სწორი ბილიკი, რომელიც გატკეპნილია, გამზადებულია სასულელად, ასე ვთქვათ, სავალად და გთხოვს, მოდი და იგიარეო. აი აქ უკვე ჩვენ მართლა იმაზე არა პირველი მეგავალ და მეორე მეგავალ და მეშვიდე მეგავალ და 27. სულ ბოლო გავალ, ოღონდ ამ ბილიკზე გავიაროთ ხალხმა. აი ეს იქნება ჩვენი ამოცანა და ბატონ გიორგი, ის დამოკიდებულება, რომელიც თქვენ გულის ტკივილით გაწუხებთ, როგორც ექიმი, როგორც იურისტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, თქვენ გეკნებ უნდა სამხედრო ექიმი. უკაცრავ. პროფესია, რომელიც გააუქმეს აქ. საქართველოში არ გვაქვს სამხედრო ექიმი. სამწუხაროა. სამხედრო ექიმი მოგეცემათ შესაძლებლობა გადამოანთხიოთ, გააფრქვიოთ ჩვენს გაერთიანებაში და ყველა ჩვენთაგანი გვიგულოთ თანამოზიარეთ და ჯარისკაცად ამ საქმის დაზრაში. ანუ ეს მეტყველებს იმას, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისგან იქნება ინიცირებული, ეს იქნება პირადი პასუხისმგებლობის რანგში აყვანილი ყველა ჩვენთაგანის მიერ და პირადი ინიციატივის და პირადი ინტერესის ხასიათს მიიღებს მისი შესრულების თვალსაზრისით. უნდა იყოს ასე, მე ვფიქრობ. აბა ბატონ ლექსო, თქვენ რას დაამატებდით ჩვენს გაერთიანების მე დავამატებდი ერთ უახლეს ამბავს, რომელიც გუშინ მოხდა, ის რომ გუშინ დაიხურა მეორე არხი და ფაქტიურად მეორე არხის დახურის შემდეგ აღარ მოეცება პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავისი კრიტიკული აზრი გააჟღერონ, ასევე მათ ამორჩევლებს ესაუბრონ. აქედან გამომდინარე მე ღიად თქვენ რა თქმა უნდა ასევე თქვენ ასევე სხვა ყველას აბსოლუტურად თავაზობ, რომ ესაც არ მიცეთ მაღლაფერაძის იმის საშუალება, რომ პოლიტიკური პარტიული დაკვეთა შეასრულოს და მეორე არხი დაიკეტოს. იქ ასევე არიან ძალიან კვალიფიციური ჟურნალისტები დასაქმებული, რომელიც უსამსახუროდ რჩებიან კიდევ. ესა დიდი პრობლემაა. ამიტომ მე ასევე მოგიწოდებთ ყველას, რომ იქნებ როგორმე შევჯერდეთ, იმიტომ რომ მეორე არხი თუ თავხდებით, რომ ყველასია, თქვენიც არის იქ არა მარტო პოლიტიკურ პარტიას, არამედ საზოგადოების წევრებსაც ეძლევათ იმის საშუალება, რომ თავისი აზრი დაეფიქსირებინათ, ხო? ამიტომ თუ თავხდებით, რომ ყველასია, ყველა ერთად დავდგეთ ამ პრობლემის. ეგრე არა მარტო მე როგორც და რა მოტივით იხურება? მოტივით იხურება, იმიტომ რომ აღარ არის საჭირო, რომ მეორე არხის ფორმატი არსებობდეს. აი ეს არის სამწუხარო მოტივი. არა, გაუქმდა საერთოდ აბსოლუტურად. თქვენ რომ რაღაც გინდოდეთ კონკრეტული თემა, ვერსად ვერ გააჟღერებთ და ვერ იქნება ისე სრულად გაჟღერებული, როგორც იყო მეორე არხი. იმიტომ მეორე არხი აჭრიდა, არა მოგიწევდა გადასარევად შენ საქმეს ამოვდი და ჩვენი ძალიან სწორ მესიჯებს გებულობა, რაც შენ გინდა რომ გეთქვა. ეს აღარ გვექნება. ჩვენი გადახდილი ფული ეხლა გულისხმობს სამაუწყებლო არხში, წავა მაღლაფერისი ჯიბესი და თვითონ როგორც განკარგავს ისე წავა. ამიტომ არ მივცეთ ამის საშუალება, არ მივეცით წინა ხელისუფლების დროსაც და იმიტომაც შევინარჩუნეთ მეორე არხი. არ მივცეთ ეხლა ძალიან ჩუმათა ვარ და იქნებ რაღაც ერთობლივად ამაზე ვიმჯელოთ, ვიკამათოთ თუ გინდათ, დავდგეთ. ჩვენიერი წინადადება. და ახალი ამბავია და ნუ მივცეთ აი ეს ყველაფერს ესე ნუ ესე ვთქვათ ნუ წაუყურებთ, თორე მე ბოლოს გამოდის რომ ეს ყუკედელი დგას. თავიდანვე ვიყოთ ჩვენ სადარაჯოზე არის პრობლემა. ვიდგეთ იქ. აი ეს გაერთიანება უნდა იყოს თვალგმანი ასე. ხო და მე მზად ვარ. მიუხედავად, როდესაც ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა სატელევიზიო ფორმატში, ჩვენ შევეცადოთ ჩვენი კეთილსინდისიერი ნაბიჯებით საზოგადოების გაფართოება, ამ მაყურებლის გაფართოება. რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერს გულისხმობ იმას, რომ ეხლა ვიღაცის ხარჯზე არ ვაპირებთ ამის გაკეთებას, პირიქით, ვინმეს არხს თუ ჭირდება მხარდაჭერა, ჩვენ ყველანაირი რესურსით მზათა ვართ, როგორც გადაცემებით, ასევე სიუჟეტებით, ასევე ქრონოლოგიით, გავუშვათ და ვამცნოთ საზოგადოებას თუ რა არის რეალობაში, რა არის სინამდვილეში. მაგრამ აუცილებელია ჩვენ რაღაც გარკვეული ნდობის ფაქტორი გავაღვივოთ საზოგადოებაში. და რასაც ქალბატონი ნანა ბრძანებდა, რომ როდესაც ადამიანს თითის გასაშვერად ვერ მიუდგები, ანუ თითს ვერ გაიშვერ მისკენ, ეს დიდ
იმედს სახავს მე ხალხის ცნობიერებაში და უკვე ყურადღებით გისმეს. და რა თქმა უნდა, როდესაც შენ სათქმელს, ანუ იმას, რასაც ხალხის ელოდება და რასაც სწორიათ რომ მოისმინო, შენ მას მარტივად და გაგებულად ესაუბრები, შესაბამისად მე ის უკვე მოყვება და უკვე დინამიურ პროცესში შემოდის, მუდამ გისმენს და მუდამ ჯერა შენი სიტყვების. რა თქმა უნდა, შენი სიტყვები საქმით რომ გვირგვინდება და საქმით რომ რეგულირდება. არ ვიცი, ახლა მე კიდე რა შეიძლება ითქვას ჩვენი დღევანდელ გადაცემაში იმის გარდა რომ ყველა, როგორც ითქვა, ყველა პოლიტიკურ საზოგადოებას ეს იქნება აქტიური თუ მიძინებული თუ შესაბამისად უკვე ესე ვთქვათ, ჯერ ჩასახვაში არსებული, მოდით რეალურად შევხედოთ რა სურათს. რანაირი გონების და ჭკუის მატარებლებიც არ უნდა ვიყოთ, მარტო პარტია კაცი ჭამაშიც უბრალიაო, მარტო კაცის ვარიანტი ისეა და ვერაფერს ვერ მოახერხებს თუ მას მით უმეტეს არც ტელევიზია არ აქვს დაუშვათ თავისი რუპორის თვალსაზრისით, არც ფინანსური რესურსი არ აქვს, არც ადამიანური აქტივი არ აქვს. შესაბამისად, ასეთი ხელისუფლების პირობებში, რომელიც ზღუდავს და ყველანაირად ჭრის და ბლოკავს გაქანების და გაღრმავების და გაფართოების შესაძლებლობას, ჩვენი ამ ვითარებაში მართლა თავის მოტყუება იქნება დაარსება რაღაცა ცალკე პარტიების ან ცალკე პარტიებით რაღაც დინამიურ პროცესში ჩართვა. თუ ჩვენ ერთობლივად არ გავერთიანდებით და თუ ჩვენ ერთობლივად მუშს არ შევკრავთ და ხალხს არ ვაჩვენებთ იმასაც კი, რომ ერთდროს დაპირისპირებული საზოგადოება დღეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერს თმობს, ყველაფერს ივიწყებს, ერთმანეთს პატიობს, მიუტევებს და იმ სულისკვეთებას ნერგავს, რომ წამიერია ჩვენი ცხოვრება და უკუნისამდე გრძელდება სამშობლო და ჩვენი ერი და ჩვენი ქართველობა, აი ამას რომ უპირატეს ღირებულებად მივიჩნევთ, ხალხი ნამდვილად შეხედავს და შეაფასებს და დაინახავს და არჩევანსაც გააკეთებს. მეთანხმებით მინდა თქვენი მოსაზრებები დაამატოთ და საერთოდ ბატონო ლექსოდა. კი ბატონო, ესე იგი აუცილებელი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ჩვენ არა მარტო დაველოდოთ როდესმევა საზოგადოება ჩვენამდე, არამედ ჩვენ თვითონ მივიდეთ ხალხამდე და ჩვენ თვითონ მივიტანოთ ის პრობლემები თუნდაც, რომელსაც ახლა აქ საუბრობთ. ჩვენ თვითონ სათითაოდ ვიაროთ, ხო? რატო არ მოგწონს დღევანდელი ხელისუფლება და რატო ვიძახით, რომ სირაქლემის პოზიციაშია დღევანდელი ხელისუფლება? იმიტომ რომ არ მიდის საზოგადოება. კომუნიკაცია რა ხალხთან? არა კომუნიკაცია. არ დავამსგავსოთ, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიაროთ კარდაკარ. მე აი ამის მომხრე ვარ. ასე რომ ეს ტენდენცია ჩვენშიც უნდა იყოს და თუ საჭიროა, კაი ალიყურიც უნდა შემოვსხოთ ერთმანეთს და გამოვაფხიზლოთ თუ რამე შეცდომებს დაუშვათ. გეთახმებით. ამიტომ მე უფრო მომხრე ვარ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ ველაპარაკოთ როგორც პოლიტიკოსებმა ხალხს და არა დაველოდოთ ხალხი როდის დაგველაპარაკება ჩვენ. ესე ვთქვათ, ინფორმაცია მივაწოდოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად ისედაც ძალიან ბევრია და ისედაც ჩვენ რა პრობლემებიც გვაქვს, ესაც ამაზეც ვესაუბროთ, რათა დაინახოს თუნდაც გლეხმა, თუნდაც სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც შესევს უნარი, რომ ესაუბროს ხალხს თამამად, როცა ვიძახით არ ახარ გასრული, ხო? მაშინ ესე იგი ნიშნავს, შენს არაფრის არ გეშინია. აქედან გამომდინარე შიშია ხო ყველაფერი. თუ არაფერს არ გეშინია, აი აბსოლუტურად რო იცოდე რომ იქ რაღაც ისეთი სიტუაციაა, რომ შენ შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაგჭირდეს და უნდა მიხვიდე იქ, მიხვალ შენ იქ მაინც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს мотиваცია გვაქვს. არაფერს არ გეშინია. თქვენ თქმის არ იყოს პოლიტიკურად არ ვართ რაღაც ნიუანსებში, ესე ვთქვათ, გახლართულები. აქედან გამომდინარე დაგვრჩენია მოქმედები. ერთი მნიშვნელოვანი აქტი დაგვრჩა გამახორციელოთ. ეს არის რომ ვიმოქმედოთ. აქედან გამომდინარე მე ვთავაზობ ყველას ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანება იქნება, ჩვენს საზოგადოებრივი გაერთიანება იქნება, ან რაც იქნება და თავარია რომ დახვდებით რომ იქნება, რომ აი ამ ძალას სათითაოდ ვიაროთ, გავიშალოთ, არა მარტო თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონებშიც ყავდეთ ჩვენი წარმომადგენლები და ჩვენ ვიაროთ. არ დაველოდოთ. როგორ ელოდება ამას ხალხი? ელოდება ხალხი ამას. ელოდება და ამიტომ მოდი ესე გავაკეთოთ, ეს მუხტი შევინარჩუნოთ ბოლომდე და მერწმუნეთ, საკონსტიტუციო უნდა მე შეგეკითხება, აი როგორ ჯობია, ესე ხო არ ჯობია გავაკეთებინა.
ამიტომ ამას ხვალ მაქვს ძალიან სერიოზული ეთერი, ყავს ექსპერტები მოწვეული და ეს საკანონმდებლო ცვლილებების, ესე ვთქვათ, გაშიფრვა უნდა მოვახდინოთ საზოგადოების წინაშე. ამიტომ პარასკევი საღამო მთლიანად